დღემშვიდობისა თქვენ უსმენთ პოლიტიკას თეასი ჭინავასთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული მოვლენების და საქართველოს პოლიტიკის ჭრილში. ჩვენი სტუმარია იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი. მოგესალმებით თორნიკე, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს ბოლო დღეები განსაკუთრებით საინტერესოა. მოკლედ ბოლო 2 წელია საინტერესოა ჩვენ და ევროკავშირის ურთიერთობა, მაგრამ სიახლე ეხლა დღეს რაზეც აქტიურად არის საუბარი, ის არის რომ ევროკავშირმა გახსნა პირველი კლასტერი უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ გაწევრიანების პროცესი ძალიან სწრაფად და მარტივად დასრულდება. სხვათა შორის კლასტერის გახსნა ჯერ კიდევ 2024 წელს იყო დაანონსებული და დაახლოებით 2 წელი დაასჭირდა იმას რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგმულიყო, მაგრამ ეს ბიუროკრატია გადავდოთ გვერდზე, რომელსაც ალბათ თავისი ისტორიაც აქვს, რატომ დასჭირდა 2 წელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, როდესაც ერთი მხრივ გვეუბნებიან რომ უკრაინამ და მოლდოვამ პირნათლად შეასრულა ყველა ვალდებულებმა, რაც შეეხება საქართველოს, აქ ვალდებულების შესრულებაზე საერთოდ არც არის საუბარია სანქციებზე ისევ. ამაზე საუბრობენ ისევ ბალტიისპირეთის ქვეყნები და თავისი პოზიციით ცნობილი საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ხორჩება ეს, ასე ვთქვათ, ლექსიკაში ეს სიტყვები ევროლიდერების. მოდით ახლა გითხარით, როგორ გესახებათ ის გარდამტეხი მომენტი შექმნა ჩვენსა და ევროკავშირს შორის, რომელმაც უნდა შეცვალოს თუნდაც ეს დამოკიდებულება ევროკომისიის მხრიდან. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია ამ დღეებისა, თუმცა მე მინდა რომ ცოტა შორიდან დავიწყო მოვლენათა ანალიზი თქვენის ნებართვით და ძალიან მოკლე მიმოხილვა გავაკეთო ორივე სახელმწიფოსთან მიმართებით, გულისხმობ მოლდოვასა და უკრაინას, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ეს ქვეყნები დღეს და რაც თავარია, რა მდგომარეობაში იმყოფება ხალხი ამ სახელმწიფოებში. პირველი ხა ომში მყოფ სახელმწიფოზე ქვეყანაზე ლაპარაკი, თავისთავად ძალიან მძიმეა იმის გათვალისწინებით, თუ რასაც ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურად, ეს იერიშები, ეს დანგრეული ქალაქები, ეს არ ვიცი, რამდენი ასეულობით 1000 და მილიონობით ფაქტობრივად გაუბედურებული ადამიანი, რომელთაც დაკარგეს ყველაფერი, დაკარგეს ოჯახის წევრები, დაკარგეს მშობლიური კერა, თავისი ქონება და ასე შემდეგ. და მეორე მხრივ ამის პარალელურად ძალიან სერიოზული გამოწვევები, რომელიც არის თვითონ სახელმწიფო აპარატში, სისტემაში, იმიტომ რომ ხა ძალიან არ ჩაუღრმავდები ამ თემას შესაბამისი მიზეზებიდან გამომდინარე, ხა ომში მყოფ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ და რა თქმა უნდა, ხა არ არის მართებული ძალიან ბევრი ნიუანსი გამოვიტანოთ სააშკაროზე, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სერიოზული გამოწვევები აქვს, მაგალითად, კორუფციის თვალსაზრისით, მმართველობის ლეგიტიმაციის დიახ კონტექსტში აქაც რაღაცა დეფიციტის ნიშნები გახლავთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხა რაც შეეხება მოლდოვას, აქ კიდევ უფრო მეტი შეიძლება ვისაუბროთ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ყოველთვის ომი არ არის, მაგრამ თუნდაც გავიხსენოთ აი ერთ-ერთი ბოლო, ესეთი სკანდალური და ხმაურიანი განცხადება, როგორც საკუთრივ პრეზიდენტ სანდუს, ისე სხვა უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან, რომლებიც ამბობდნენ და ამბობენ, რომ თუ კი ეს საჭირო გახდება ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნებიდან გამომდინარე, მზად არიან, რომ ფაქტობრივად ქვეყანა შეუერთდეს რუმინეთს, ანუ მათ დათმონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, დათმონ სრულად სუვერენიტეტი და ეს იყოს მექანიზმი იმისათვის, რათა ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრები. თუმცა ამ შემთხვევაში წევრ სახელმწიფოზე კი ვერ ვისაუბრებთ, არამედ ფაქტობრივად ინდივიდუალურად რაღაცა გაწევრებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი ცალკეული მოქალაქეებისა. აქვე ერთიც უნდა გავიხსენოთ, რომ იმ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც დღეს მოლდოვაში ცხოვრობს, ანუ ადგილზე მცხოვრები მოლდოველები, არც ისე კეთილგანწყობილები არიან
ევროკავშირისადმი და ზოგადად იმ პერსპექტივისადმი, რასაც ქვია ევროკავშირში ინტეგრაცია, იმიტომ რომ როგორც შესაბამისი კვლევები ადასტურებს და გარკვეული შედეგები მათ შორის საზოგადოებრივი გამოკითხვებისა რეფერენდუმისა, მათი უმრავლესობა პირიქით წინააღმდეგია ამ პერსპექტივის, არამედ საერთო ჯამში როცა ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ზოგად განწყობაზე, ამას ემატება, რა თქმა უნდა, ეხმები იმ მოქალაქეებისა, რომლებიც მუდმივად, ასე იგი, მოლდოვაში არ იმყოფებიან, დიასპორებზეა ძირითადად ლაპარაკი. ასევე არ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ და გვერდი ავუაროთ იმ სერიოზულ გამოწვევას, რომელიც უკავშირდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და შესაბამის სტანდარტებს მოლდოვაში, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილი ამბავია ესეც, რომ ესე იგი ფაქტობრივად ათეულობით მედია საშუალება დახურეს, აკრძალეს და დღესდღეობით მოლდოვაში მაუწყებლობს თითზე ჩამოსათვლელი, აი როგორც ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი რამდენიმე სხვადასხვა არხი. არაფერს არ ვამბობ იმაზე, რა სტანდარტით გვახსენდება იქ ჩატარებული არჩევნები, ასევე რა თქმა უნდა გასახსენებელია პარტიების აკრძალვის საკითხი მათი მხრიდან და აქაც შეიძლება ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ ნიუანსზე ვისაუბროთ იმ კუთხით, რამდენად ჯდებოდა ის შესაბამის სამართლებრივ კონტექსტში, როდესაც მოხდა სათანადო გადაწყვეტილებების მიღება და სხვა შორის ეს უკრაინაშიც დაფიქსირდა ეს მოცემულობა, როდესაც კონკრეტული პარტიები საეჭვო სამართლებრივი არგუმენტაციით, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი იქნა აკრძალული და გაუქმებული. ასე რომ ეხლა აი ამ ყოველივეს გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ ამ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით, მე მაინც გონია რომ ეს ადგილობრივი საზოგადოებისთვის, ცხოვრები მოსახლეობისთვის არის ერთგვარი ცოტა შეიძლება უხეშად ჟღერდეს, მაგრამ გადაგდებული სატყუარა იმისათვის, რათა გარკვეულწილად მაინც დაცხრეს ვნებათა ღელვა და დაცხრეს ის სკეპსისი, რაც შეიძლება არსებობდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში. ეს ერთი მხრიდან, რა თქმა უნდა, ხელისუფალთ კონდეთ სალაპარაკო ის, რომ გარკვეული პროგრესი ამ გზაზე შეინიშნება. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ფასი, რომელსაც იხდიან ეს ქვეყნები, აი ამ მიზნიდან გამომდინარე, არის ძალიან მაღალი. განსაკუთრებით ეს რა თქმა უნდა უკრაინასთან მიმართებით არის სამწუხაროდ, აქვე დავძენ ძალიან ხელშესახები და ხილული. ასევე შეიძლება ამას კიდევ უფრო ფართო კონტექსტიც ჰქონდეს და დავუშვათ საქართველოსთან მიმართებითაც გარკვეული ისევ და ისევ უსამართლობის ანარეკლი დახვებოდეს ამას, იმიტომ რომ ესე იგი აი ხედავთ აქ მიეცათ ზოგიერთებს სალაპარაკო გულისხმობ რა თქმა უნდა შესაბამის რადიკალურ ძალებს, მოღალატეობრივი ქვენაგრძნობით მოქმედ ძალებს, სალაპარაკო იმის თაობაზე, რომ აი ხომ ხედავთ, ესე იგი ჩვენი ქვეყანა თითქოს რაღაცაში ჩამორჩება, თუნდაც უკრაინას ან მოლდოვას. და აი აქვე ეს ნაწილი რომ დავასრულოთ, აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მოლაპარაკებათა გახსნა და ეს პირველი კლასტერი, პირველი ასე ვთქვათ, თავი ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესის დასაწყისი და თავად ევრობიუროკრატების განცხადებებსაც თუ გავიხსენებთ ჩვენ, გნებავთ უკრაინის, გნებავთ მოლდოვის გაწევრების პერსპექტივასთან მიმართებით, თავადვე ამბობენ იმას, რომ ეს არ არის დაუშვათ 1, 2, თუნდაც 3 წლის პერსპექტივა, არამედ აქ არის ლაპარაკი ძალიან ხანგრძლივ პერიოდზე. ჩვენ ხედავთ კიდევ რაც ქვეყნებს, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ამ კლასტერების მოლაპარაკებებში არიან. სხვა ქვეყნები ზოგიერთი ბალკანური სახელმწიფო, რა თქმა უნდა, კი ეს მაგრამ აი დაწყებული აქვს, აი ესე იგი დაახლოებით აი 10 წელი ეს სულ მინიმუმია, როდესაც დაუშვათ აი ასე დაიწყო მოლაპარაკებები და გრძელდება ეს ჯერჯერობით შედეგები არჩევს. აი ერთ მომენტს გამოვყოფთ თქვენი საუბრიდან და მინდა ის განვავრცოთ საქართველოსთან დაკავშირებით მიმართებაში. თქვენ თქვით რომ ეს ერთგვარი, ასე ვთქვათ,
დამამშვიდებელი ნაბიჯია, რომ სკეპტიციზმი ჩაცხრეს იგივე უკრაინასა და მოლდოვაში ევროკომისიის მიმართ, შეიძლება ან ევროკავშირის მიმართ, რომ არ იყოს ესეთი გულდაწყვეტა, რომ რაღაც იმედგაცრუება გაჩნდეს. აი ეს სკეპტიციზმის ჩაცხრება საქართველოსთან დაკავშირებით არ აქვს ევროკომისიაში, იმიტომ რომ აქაც მიმდინარეობს პროცესები, რომელიც გარკვეულ იმედგაცრუებას იწვევს, რომ თუ კი სხვას, რომელსაც უფრო ნაკლები შედეგი აქვს, შეფასება აქვს, აეძლევა ამის შესაძლებლობა და საქართველოს, რომელსაც გაცილებით შედარებაც კი არ შეიძლება, რომ რიგ მიმართულებებში უკეთესი მონაცემები აქვს, მას არ ეძლევა ამის შესაძლებლობა. ამ სკეპტიციზმის ჩასხრობაზე რატომ არავინ არ ფიქრობს თქვენი აზრით? კი ბატონო, ძალიან ესეთი საინტერესო კითხვა არის, გარკვეულწილად ალბათ რიტორიკულიც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ როცა პარალელებზე ვსაუბრობთ უკრაინასთან და მოლდოვასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ორივე სახელმწიფომ ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო იმას, რომ მათ ქვეყანაში ებატონა გარე ძალას და შედეგებსაც ხედავთ ამასთან მიმართებით. რა როგორ განვითარდა. Როგორც უკრაინაში ხა ისე მოლდოვაზე როცა ლაპარაკობთ, აი ბოლო 1 წლის სტატისტიკაც კი ცხადად მეტყველებს იმაზე, როგორი მძიმეა კრიზისი. კრიზისი არა მარტო ღირებულებითი თუ რაღაც ლეგიტიმაციის კუთხით თუ ასე შემდეგ და დემოკრატიის კუთხით, არამედ აი ელემენტარულად სოციალური თვალსაზრისით. ვინაიდან სიღარიბის მაჩვენებელი, როდესაც იყო დაახლოებით 25%-იან ნიშნულზე, 1 წლის წინ დღეს 32%-ამდეა თითქმის გაზრდილი. ესაც ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. ეხლა რა მინდა თქვა და რატომ მომყავს ეს თუნდაც მონაცემები. ჩვენ იმთავითვე ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, მათ შორის ევრობიუროკრატებთან, რომ არსებობდა წითელი ხაზები, რომელსაც ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ყოველ შემთხვევაში აბსოლუტური უმრავლესობა არ გადაკვეთდა იმ კონტექსტში, რასაც ქვია, ასე ვთქვათ, ერთგვარი ვაჭრობა თუ რაღაც გარკვეული საკითხების ერთმანეთში გაცვლა, მოდი ცოტა რბილად ესე ვუწოდოთ. და რას გულისხმობ? როდესაც საუბარი არის დიახ, სწორედაც უსაფრთხოებაზე, როდესაც ლაპარაკია ეკონომიკურ ზრდაზე და შესაბამის პოზიტიურ დინამიკაზე, როდესაც ლაპარაკია სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, ჩვენი ეროვნული ფასეულობების დაცვასა და შენარჩუნებაზე, ეროვნულ თვითყოფადობაზე და სხვა შორის ეს ყველაფერი კონსტიტუციიდან არის მომდინარე მათ შორის, იმიტომ რომ ზოგიერთს ახსენდება პირდაპირ 78 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის, თუმცა აქვე აი ძალიან სამართლიანად ჩდება კითხვა, რომ უკაცრავად, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის პირველ, მაგალითად, არც მესამე, მეოთხე, მეხუთე მუხლებს რატომ ტოვებენ ისინი უყურადღებოთ, რომლებშიც ლაპარაკია მაგალითად იმაზე, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა ვიღაცის მიერ ხელდასხმით აქ, ასე ვთქვათ, პირდაპირ მოყვანილი მარიონეტული ხელისუფლება, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც არის სამართლის უზენაესობა, რომ დიახაც ჩვენ უფრთხილდებით ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებსა და ჩვენს თვითყოფადობას და ასე შემდეგ. აი ფაქტობრივად, აი ამ ყველაფერზე უარის თქმის სანაცვლოდ შეიძლებოდა ჩვენთვისაც რაღაცა ესეთი თქვენ მიხსენებული დამამშვიდებელი ასპექტი ყოფილიყო ხელშესახები დღეს უკვე, მაგრამ მიზნებიც განსხვავებულია, იცით, ჩვენ სახელმწიფოსთან დაკავშირებით და გნებავთ უკრაინასთან ან მოლდოვასთან მიმართებით. რატომ? იმიტომ რომ აქ უმთავრეს მიზნად მაინც ისინი როგორც ჩანს ხედავენ ისევ იმას, რომ რაც შეიძლება გააბრაზონ ხალხი, გააბრაზონ საკუთარ ხელისუფლებაზე და მათ მიერ აი დღენიადაგ ხდება ხოლმე ხო ამ ნარატივის ტირაჟირება, როცა ისინი ყოფენ ერთმანეთისგან, გამოყოფენ ესე იგი ხალხს და ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ ვამბობ, ავიწყდებათ, რომ სწორედ ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე საუბრობენ ისინი ამ დროს და არ არის, ასე ვთქვათ, სწორი ამ თვალსაზრისით რაღაც გარკვეული მიჯნის გავლება. იქ თუ მაგალითად დამშვიდება უნდათ, აქ პირიქით გაბრაზება. ამის ხო არაერთი მაგალითი გვინახავს ჩვენ აქამდე, რომ ისინი პირიქით ყოველთვის არიან ცეცხლზე ნავთის დამსხმელის როლში, როცა აქ სიტუაცია
იძაბება და პირიქით ხო ცდილობენ იმას, რომ როგორღაც საზოგადოებაში გამოიწვიონ იმგვარი პროტესტი, რაც დამთავრდება რევოლუციური, თუნდაც ძალადობრივი, ამასაც არ ერიდებიან სცენარით და საბოლოო ჯამში ისინი იმ რაღაცა თავის სანუკვარ მიზანს მიაღწევენ, რასაც ქვია აქ მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რომელიც იქნება ხელმომწერი ნებისმიერ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებაზე ის რაც არაერთხელ დაფიქსირდა მოლდოვასთან მიმართებით და სამწუხაროდ უკრაინასთან მიმართებით. ეს არის აქ თავარი ეს ნაწილი ცოტა სხვა კუთხითაც უნდა განვავრცოთ. გავრცელდა ამაზე არაერთხელ იყო საუბარი, მაგრამ ახლა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ იცვლება წესები ახალი წევრებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების საუბარია ვეტოს უფლებაზე, ერთ-ერთი ესეთი არის ვეტოს უფლება, რომელიც როგორც არის საუბარი, ახალ წევრ სახელმწიფოებს არ ეკნებათ. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა პერიოდი არ ეკნებათ. ასე ან ცალსახად გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ძალიან ილუზორულია ყოველ შემთხვევაში პერსპექტივა როდის შეიძლება გქონდეთ. ვთქვათ არ ეკნებათ. აი ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა ასე, რომ გვაჩვენ აზრს, რომ არანაირი წევრობა თანაბარ პირობებზე არ იქნება. ნუ ცხადია, როდესაც კავშირში, სადაც თავარი ერთ-ერთი ამოსავალი არის თანასწორობა, ერთ-ერთი ხო, ერთ-ერთი ამოსავალი არის თან ზოგადად თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ესე ვთქვათ პრინციპი გახდა თანასწორობა, როდესაც ეს ასე ვთქვათ არ არის წარმოდგენილი, კითხვის ნიშნები ჩდება. მოდით ასე დავხსოვთ კითხვად, ახლა მე შევეცდები ცოტა სხვა კუთხიდან გესაუბროთ. რას ცulis მაგალითად საქართველოსთვის ის ექნება თუ არა ვეტოს უფლება ისეთ გაერთიანებაში როგორც არის ევროკავშირი, რას გულისხმობ ამას, იმიტომ რომ ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ. არ ვიცი რა გავლენა შეიძლება მოვახდინოთ მაგალითად ისეთ დიდ გაერთიანებაზე, სადაც როგორც არის ევროკავშირი, სადაც უფრო დიდი გამოცდილების მქონე და დიდხნიანი გამოცდილების მქონე ქვეყნებია. რა გადაწყვეტილი მნიშვნელობა აქვს მაგალითად საქართველოს ტიპის ნაირი ქვეყნებისთვის ვეტოს უფლებას? გარდა იმისა, რომ ეს სუვერენიტეტის ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, დამახასიათებელი ნიშანი იქნება. პირველი დავიწყოთ პრინციპებით, ხო? სადამფუძნებლო პრინციპებით, რომელიც ევროკავშირის როგორც პროექტის საწინდარი გახდა და რომელიც საფუძვლად დაედო, ხო, ევროკავშირს. ზუსტად ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, არის თანასწორუფლებიანობა და სამართლიანობა. უპირველესად წევრ სახელმწიფოთა შორის. ეხლა, როდესაც აი ასე ხელაღებით მარტა კოსი საუბრობს ამაზე, გუშინ გაკეთდა რამდენიც მახსოვს ეს განცხადება, ხელაღებით ის გამოდის და იწყებს საუბარს იმაზე, რომ ერთგვარი გრადაცია შემოვა, ანუ იქნებიან ევროკავშირის, მოდი ესე ვუწოდოთ, სრულფასოვანი წევრი სახელმწიფოები და იქნებიან ევროკავშირის არასრულფასოვანი წევრი ქვეყნები, რომელთაც სადღაც აი ბნელ კუთხეში, ბნელ კუნჭულში მიუჩენენ ადგილს და მათ არ უნდა გქონდეთ არავითარი პრეტენზია იმაზე, რომ არიან ამ გაერთიანების სრულფასოვანი, სრულუფლებიანი წევრი. პირველ ყოვლისა ეს არის ყველაზე უფრო მეტად მიუღებელი. მეორე ის, რომ ეხა როცა ჩვენი მხრივ საუბრობთ ევროკავშირზე და საზოგადოებასთანაც ამაზე მიმდინარეობს დისკუსი, არასდროს არ დამდგარა დღის წესრიგში იმგვარი საკითხი, რომ ეს იქნებოდა ისეთი წევრობა, რომელსაც ექნებოდა გარკვეული, აი ესეთი შავი ლაქები. ანუ პირიქით, ხო, ჩვენ გქონდა იმის ამბიცია და გვაქვს იმის ამბიცია, რომ როდესაც ევროკავშირში გაწევრებაზე ვსაუბრობთ, იქ თავი ვიგრძნოთ სრულფასოვან ნაწილად ამ გაერთიანების და ვიყოთ შესაბამის გადაწყვეტილებებში ბოლომდე ჩართულები. და რა თქმა უნდა, ეხა წეგან საზოგადოებაში რაც გარკვეულ სკეპტიციზმზე საუბრობდით, მე არ მგონია, რომ მარტა კოსის ეს განცხადება ჩვენს საზოგადოებას მიეღო დადებითად და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ის გარკვეული რეიტინგი, რომელიც ასევე წლიდან წლამდე როგორც ამას ადასტურებს შესაბამისი ანალიზი ევროკავშირთან მიმართებით, იკლებს, ხო, ეს კიდე რამდენიმე პროცენტს სულ მინიმუმ ამ რეიტინგს და მათ რეპუტაციას დააკლებდა და ანუ რეპუტაციას დააზიანებს შესაბამისად ასე ვთქვათ მიზეშედეგობრივი კავშირი რო დავინახოთ. ამიტომ ეხლა დღეს აი ასეთი ტიპის ნარატივის შემოტანა
ევრობიუროკრატების მხრიდან ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელი. აი ჩვენ დავასრულებ თუ შეიძლება. აი ჩვენ რაღაც გარკვეული პარალელები რო გავალოთ, ცოტა ალეგორიულად რო ვთქვათ, ეხლა დღეს გზას მივიკვლევთ, ეს არის რაღაცა უსამართლობის და უთანასწორობის ერთგვარი უდაბნო, ხო? იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური თავდასხმები რაც ხორციელდება ქართულ სახელმწიფოზე იმავე ევრობიუროკრატიის მხრიდან, ხო? ნუ იშვიათად თუ შეგხვედრია. და აი ამ ფონზე წარმოგვიდგება რაღაც შორეულ მირაჟად ის საბოლოო წერტილი, რასაც ევროკავშირის წევრობა ქვია და ახლა ამაზეც ამბობენ იმას, რომ იცით რა არის, შეიძლება ოდესმე თქვენ კი გახდეთ წევრი, მაგრამ ეს თქვენი წევრობა იქნება რაღაც ბუტაფორიული, იქნება ფორმალისტური. ეს რა თქმა უნდა მე არ მგონია, რომ რომელიმე წევრს ჩვენი საზოგადოებისა, ჩვენს ასე ვთქვათ, ჩვენი თავმოყვარე ერის წარმომადგენელს მოეწონოს, იმიტომ რომ ჩვენ სამართლიანობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და შესაბამისად მზად ვართ, რომ ვითამაშოთ სამართლიანი თამაშის წესებით და არა ისე, როდესაც აი ესე ასე ვთქვათ, შუაგზაზე დაგვაწევენ რაღაც ახალ და არც თუ ისე სასიამოვნო ამბებს. იმიტომ რომ ხვალდაზე შეიძლება ამას კიდევ მოხვეს გაგრძელება და ბოლოს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყველაფერი დაემსგავსოს აი რაღაც ერთგვარ ილუზიას იმის შესახებ, რომ ჩვენ რაღაცის ნაწილი გავხდით, მაშინ როდესაც ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებული სადღაც ქაღალდზე. ეს არ არის ჩვენი მიზანი. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ანუ რას ნიშნავს ვეტოს უფლება გქონდეს ევროკავშირში, ვიღაცისთვის მაგალითად მისაღებია ევროკავშირში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ბაზრის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. არის გარკვეული სახელმწიფო. აი ამ საკითხს როგორ ანუ შეიძლება რაიმე რამის სანაცვლოდ იყოს დათმობილი. აი კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, ჩვენ როდესაც მათ შორის საზოგადოებასთან გვისაუბრია ყველას, ხო, აი ვინც დაუშვათ აი ესე საჯარო სივრცეში ამ დისკურსს წარმართავთ, გვისაუბრია საზოგადოებასთან, არასდროს არავითარი დამატებითი ვთქვათ გაგრძელება, თუ კითხვის ნიშანი, თუ შავი ლაქა ამ წევრობას არ დაჰყოლია, ხო? და ეს როგორც მინიმუმ არის საზოგადოებასთან ერთად სამსჯელო, რამდენად ვართ ყველანი ჩვენ მზად, რომ აი ამგვარ ახალ პირობებს და ამ გაწევრების გზაზე წამოწეულ პირობებს თუნდაც დავთანხმდეთ, მაგრამ ისე სუფთა სამართლებრივადაც რო შევხედოთ, ეხლა ვეტოს უფლებაზე როცა არის ლაპარაკი. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი და მექანიზმი ქვეყნისთვის, რომ მათ შორის მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული ევრობიუროკრატიის მხრიდან ევროკავშირის წიაღში, არ ეწინააღმდეგებოდეს მის ეროვნულ პოლიტიკას. ეს თუნდაც ამ კონტექსტში არის გასაანალიზებელი და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან სერიოზული ხელშესახები ბერკეტი და ხა ლაპარაკი ცალკე აღებული იმაზე რომ რაღაცა იქ ერთიანი ბაზრის ნაწილი გავხდებით თუ ასე შემდეგ ეს როდესაც სასწორის სპინაზე მეორე მხარეს არის კიდევ ერთხელ ამბობ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ელემენტარულად ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა ხომ დარწმუნებული ვარ რომ მეორე ხარისხოვანი ხდება აი ასეთი ასე ვთქვათ აი ეხლა მოდით ვიმსჯელოთ მსმენელს მაყურებელს რო ავხსნათ კარგად აი რატომ სჭირდება ევროკავშირს შეზღუდოს ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის ეს ვეტოს უფლება. აი რა რისკია მისთვის. რო ავხსნათ მაყურებელს ეს ერთი და მეორე თქვენ კი საუბრობთ რატომ სჭირდება წევრი სახელმწიფოებს ვეტოს უფლება, მაგრამ ესეც რო გავშალოთ და განვავრცოთ რა რისკია წევრი სახელმწიფოებისთვის, როდესაც მათ არ ექნებათ ვეტოს უფლება. ხო, ნუ პირველი აქაც არ არის ეს ახალი ამბავი რომ თვითონ ევროკავშირში შეინიშნება ძალიან სერიოზული კრიზისი, მათ შორის ღირებულებითი კრიზისი, დემოკრატიასთან დაკავშირებით ეს გამოწვევები სულ უფრო მეტად ხელშესახები ხდება, ეკონომიკური კუთხით სტაგნაცია, ის კი არა გარკვეულ შემთხვევაში კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებით რეცესიის გამოვლინებები და ფაქტები, მსოფლიო ეკონომიკაში ხო აი სოციალურ კონტექსტზე რო ვისაუბროთ ხვედრითი წილი ევროკავშირის ეკონომიკის დაახლოებით 20 წლის წინ, ხო, რომელიც იყო 30%-ის ფარგლებში. თითქმის არის დღეს განახევრებული. მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, ეროვნული იდენტობის კუთხით, კონკრეტულ ქვეყნებში ძალიან სერიოზული გამოწვევები, რელიგიური იდენტობა და ასე შემდეგ.
და ეხლა ამის გაგრძელებად მე მაინც ვფიქრობ, რომ თვითონ ევრობიუროკრატიაშიც ისინი არიან გარკვეულწილად გამოსავლის ძიებაში, როგორ გამოვიდნენ ამ კრიზისიდან. მათ შეიძლება ერთ-ერთ ასეთ გამოსავლად, თუმცა ამავდროულად მე ვფიქრობ, რომ არც თუ ისე სწორ და მართებულ გამოსავლად ესახებოდათ ის, რომ კი ქონდეთ კვლავ დეკლარირებული პოლიტიკა გაფართოების, მაგრამ ამ გაფართოების კვალდაკვალ ახალი სახელმწიფოების შემოერთებით მათ ბოლომდე პრევენცია მოახდინონ გარკვეული გამოძახილისა, გარკვეული სურვილებისა, რაც შეიძლება მომდინარეობდეს წევრი ახლად გაწევრიანებული ქვეყნების მხრიდან, იმიტომ რომ ნებისმიერი ახალი სახელმწიფო ხომ ნიშნავს რაღაც ახალ ნარატივს თავად ევროკავშირისთვის, შესაბამისი სტრუქტურებისთვის, ხომ? და აი ვეტოს უფლებაზე რომ საუბრობდით, ისინი გარკვეულწილად შეიძლება უფრთხიან კიდეც იმას, ვინ როგორ შეიძლება აი ეს ვეტოს უფლება გამოიყენოს. ჩვენ გვახსოვს ეს უკმაყოფილების მთელი კასკადი, თუნდაც იმასთან მიმართებით, როდესაც აი მაგალითად უნგრეთზე ვსაუბრობთ და მის მიერ ხო ვეტოს უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პირობებში, აი რამხელა რეზონანსი ჰქონდა ამას. ამიტომ ახლა ისინი ცდილობენ, რომ ამის მაპრევენცირებელი მექანიზმები ჩადონ, ალბათ ისევ იმისათვის, რომ როგორღაც ხელი შეუწყონ ამით გარკვეულ სტაბილურობას ევროკავშირის შიგნით, მაგრამ კიდევ ერთხელ, როდესაც ისინი პირიქით ვითომ და ამ პრევენციის შეიძლება ქვენაგზნობით ეწინააღმდეგებიან იმ უმთავრეს სადამფუძნებლო პრინციპებს, რომელიც ყველასთვის უნივერსალური და ერთიანია, ხო? ნუ არ მგონია რომ მაინც და მაინც ბევრი კონდეთ ნაფიქრი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს. კი ბატონო, ნახოთ როგორ გამთარდება მოვლენები თვითონ ევროკავშირში და ევროკავშირსა და საქართველოს შორისაც. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე ჭეიშვილი. სტუმრობდა და პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ასეთი იყო დღეს პოლიტიკა. მე ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებით. შევხვდებით ამავე არხსა დროებით.